მე ვარ გიორგი გოგვა, 12 წლის. სწავლობ მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. 3 თვე არას ვთამაშობ ვესტ-ჯორჯიაში. მაინდა-მაინც ვესტ-ჯორჯიაში, იმიტომ შევედი, რომ კარგი სახელი ჰქონდა. რომ შევედი, მართლაც კარგი აღმოჩნდა. მე მაგალითად ყურადღებას ვაქცევ წვრთნელის როგორ უვლის ბავშვებს მაგალითად ფეხბურთის ყრივ და ყურადღებას როგორ აქცევს მათ, რადგან შეუწყოს განვითარება ხელი. განსაკუთრებულად მომეწონა წვრთნელების ყურადღება და მოედნები. ძალიან კარგი ბავშვების დაგვდენა ყველასთან დავმეგობრდ. მე ვთამაშობ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ზუსტკუთში ვიყავი მეკარე და ახლა ვთამაშობ თავდამსხმელის პოზიციაზე. შეტევაში იმიტომ გადავედი, რომ მაქვს გოლების გატანის აზარტი. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა ასისტების გაკეთება, მაგრამ ბევრი გოლიც გამაქვს. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს დაახლოებით 500 გოლი. ვესტ-ჯორჯიაში კი 50. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მივიბოდი მარცხენა ფლანგზე, მომწეს პასი, ორი კაცი მოვატყვე, შორი მანძილი და დავარტყი და 9-იანი გოლი გავიტანე. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა დრიბლინგი. გავასასწორებელი მაქვს ფინტების გაკეთება. პატარობაში მინდოდა გამოსულიყავი კალათბურთელი, მაგრამ 6 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელი ყოფილიყავ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო და საყვარელი გუნდი რეალ მადრიდი. საქართველოს საკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 10 ნომრით. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. ჯერ დავიწყებ თამაშს დინამო ბათუმში, შემდეგ ნაპოლში და შემდეგ რეალ მადრიდში. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ მინდა გავხდე ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება საფეხბურთო აქსესუარების გაყიდვა. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ ყავს კარგი მეგობრები, არის კარგი მასწავლებლები და კარგი გარემოა. ჩემი საყვარელი საგანია ფიზიკა. ყოველი მასწავლებელია რუსტან ადარიშვილი, რადგან ის არის პოზიტიური და ყოველთვის ბავშვებთან ახლოს არის. ახლა მინდა ვიყო 15 წლის, რადგან უფრო კარგად ვითამაშობ ფეხბურთი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ჩემი და. კიდევ მინდა ყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 6 წლის და ქვია ანა. ის არის ჭკვიანი, ლამაზი, მოწესრიგებული და მხიარული. ჩემი აზრით ანა რო გაიზრდება, გამოვა მომღერალი. მამიკო არის ჭკვიანი, მეგობრული და სიმპათიური. ერთმანეთს ძალიან კარგად ვგებთ და მაგიტომ გვყვარს ერთად დროის გატარება. დედიკო არის ლამაზი, სრულველი, საყვარელი და მხიარული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სალიანკა. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად ხინკალს გააკეთებს. ცოლს მოვიყვან ვიქნები 23 წლის. შვილებს დავარქვევ ზუკას და ლიზის. მე რომ გოგო მომეწონოს და იყოს ჭკვიანი, მოწესრიგებული და ლამაზი. მოსიყვარული. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია სული ჩიტა. მე რომ წერალი ვიყო, წიგნს დავწერდი საფეხბურთო ისტორიაზე. წიგნში იქნებოდა ბევრი თავი და თითოეული თავი დაეთმობოდა სხვადასხვა ფეხბურთელს. ერთი თავი რა თქმა უნდა დამეთმობოდა მე. მე ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მესის ისტორია. ჯადოს ორი ჯოხი რომ მქონდეს, რონალდოს გავაახარსდავებდი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ერთი დღის საქართველოს პრეზიდენტი რო ვიყო, რა სიზიდავდი. მე რომ ერთხელ პრეზიდენტი ვიყო, შევეცდები რომ დავიბრუნო ოკუპირებული ტერიტორიები. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 18 წლის რომ გავხდები, ვიყიდი შავ CLS S63-ს. ბედნიერება არის დიდ სტადიონზე თამაში, დედას ნაჩახუტება და ჩემი საოცნებო საფეხბურთო კარიერა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.